ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მოინახულეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს ჯამში 13000 დევნილი ოჯახი მიიღებს. ყოფებით ქალაქ ზუგდიდში, სადაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ფაქტიურად დღე-დღეზე დაიწყება გრანდიოზული პროექტი, რომელიც მოიცავს 1700 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობას, 7 კორპუსი განთავსდება აი ამ ტერიტორიაზე და სადაც 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ ეს პროექტი და 1700 დევნილი ოჯახი აქ ამ ტერიტორიაზე მიიღებს ბინას. ზუგდიდში 1700 დევნილ ოჯახში შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ღირებულებით არის 194 მილიონი ლარის პროექტი. პროექტი თავისი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენება თბილისის შემდგომ უკვე ზუგდიდშია ყველაზე დიდი რაოდენობა დევნილი ოჯახების განთავსებული და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ის, რომ ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს მიეცეთ ღირსეული საცხოვრისები, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.